სასწრაფოდ. არც მეტი აიათოლა, არც მეტი მონარქია. ეს სლოგანი არ არის, ეს არის გრძნობა, რომელიც ყველაზე მეტად იზრდება ამ ხუთშაბათს. ირანში კრიზისი მის უახლეს ისტორიაში ყველაზე ღრმა წერტილშია. ეხლა სასწორზე მხოლოდ რეჟიმის გადარჩენა არ დგას, არამედ მომდევნო დღის მართვაც. სცენარი პოლიტიკური ალყაა, შიში ქუჩებში და ღია ბრძოლა იმის შესახებ, ვინ შეძლებს დაიკავოს ადგილი, რომელიც დაღლილმა სისტემამ დატოვა. დისიდენტებს შორის გაძლიერებული ხაზი პირდაპირია. ირანის ერის მომავალი არც აიათოლებს ეკუთვნით და არც მონარქიის დაბრუნება. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან თეირანმა გააძლიერა დაპატიმრებები, სიკვდილით დასჯები და უსაფრთხოების ძალების ყოფნა, რათა აღეკვეთა ნებისმიერი ახალი სახალხო აფეთქება. გაერომ ამ რეპრესიას 1979 წლის შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელი უწოდა, ათასობით დაღუპულით და 24,000-ზე მეტი დაპატიმრებულით. რაც პრაქტიკაში მოხდა, იყო კრიზისის გაღრმავება, რომელიც უკვე შიგნიდან შლიდა რეჟიმს. ამ ყველაფრის ცენტრში ირანის ხალხია, მაგრამ ასევე რევოლუციური გვარდია, დისიდენტური ჯგუფები და ემიგრაციაში მყოფი ფიგურები, რომლებიც ალტერნატივად წარმოჩენას ცდილობენ. როდის მიიღებს ეს გახლეჩა რეალურ სახეს? ვალუტის კოლაფსის, ცხოვრების ხარჯების მკვეთრი ზრდისა და 31 პროვინციაში გავრცელებული პროტესტების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შემდეგ. საერთაშორისო ამნისტიის ინფორმაციით, პროტესტები დაიწყო 2025 წლის 28 დეკემბერს, გაფიცვებითა და ქუჩის აქციებით გაიზარდა და საბოლოოდ ისლამური რესპუბლიკის სისტემის დასრულებას მოითხოვდა. ამ უარყოფის მიზეზი ნათელია, რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობა ეკონომიკას უყურებს და უფსკრულს ხედავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2026 წლისთვის ირანის MŠP-ის 6,1% შემცირებასა და 68,9%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. როიტერსმაც აღნიშნა, რომ რეჟიმს განსაკუთრებით ომის შემდგომი პერიოდის ეშინია, როცა განადგურებამ, უმუშევრობამ და პერსპექტივის არარსებობამ შეიძლება ხალხის აჯანყება კვლავ გააღვიოს. როგორ უპასუხა ხელისუფლებამ? საკონტროლო პუნქტებით, ბასიჯის მობილიზაციით, ინტერნეტის გათიშვით, დაშინებითა და სწრაფი დასჯით. თავად როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლის მიზნით მოხალისეებისთვის დაწესებული მინიმალური ასაკი 12 წლამდე შეამცირეს, რაც სასტიკი სურათია სისტემისა, რომელიც შიშს კიდევ უფრო მეტი კონტროლით პასუხობს. სწორედ ამ ეტაპზე ხდება სლოგანი არც აიათოლები, არც მონარქია, უბრალო ლოზუნგი და პოლიტიკურ პროექტად გარდაქმნა. ალი საფი, რომელიც ირანის ეროვნული წინააღმდეგობის საბჭოსთან არის დაკავშირებული, სწორედ ამ ორმაგ გარღვევას იცავს. უარის თმა როგორც ამჟამინდელ თეოკრატიაზე, ასევე მონარქიის აღდგენაზეც. ANC-ის წინადადებაა თავი წარმოაჩინოს როგორც ფრონტი დემოკრატიული, სეკულარული და ბირთვული იარაღის გარეშე რესპუბლიკისთვის, სადაც რეჟიმის დაცემიდან 6 თვის განმავლობაში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პასუხობს ტრანზიციის მთავარ კითხვას. როგორ დავახციოთ თავი რეჟიმს ისე, რომ უბრალოდ ერთი ავტორიტარიზმი მეორეთი არ ჩავანაცვლოთ? და სწორედ აქ ჩნდება კრიტიკა მონარქიის მიმართ. ვინ იქნებოდა ეს სხვა არჩევანი? ძირითადად რეზა პახლავი, ბოლო შახის ვაჟი. მაგრამ ეს გზაც სავსეა უნდობლობითა და კონფლიქტით. 2026 წლის 27 თებერვალს Associated Press-მა აჩვენა, რომ პახლავისა და ქურდ დისიდენტურ ჯგუფებს შორის დაძაბულობამ ღრმა ბზარები გამოავლინა ოპოზიციის შიგნით. უკვე 2026 წლის 16 აპრილს Associated Press-ის კიდევ ერთმა რეპორტაჟმა აჩვენა, რომ ირანული დიასპორა კვლავ დაყოფილია იმაზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს შესაძლო რეჟიმის შემდგომ პერიოდს. მეტიც, მეტოქე ჯგუფებს შორის არის ცნობები მუქარებისა და რადიკალიზაციის შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრძოლა მხოლოდ თეირანის ძალაუფლების წინააღმდეგ არ არის. ის ასევე მიმართულია იმ ცდელობის წინააღმდეგ, რომ ირანელ ხალხს მიჰყიდონ იდეა, თითქოს ერთადერთი დამოსავალი წარსულში დაბრუნებაა. ასე რომ სურათი მკაცრი და ობიექტურია. დღეს ჩვენ ხედავთ ერს, რომელიც ჩახშობილია რეპრესიებს, ეკონომიკურ კრიზისსა და ომს შორის, მაგრამ ამავდროულად სულ უფრო მეტად არის მზად უარი თქვას. ორი სტრუქტურა, რომელიც ბევრი ირანელისთვის წარმოადგენს ძალის, შიშისა და ძალაუფლების კონცენტრაციის ერთსა და იმავე ციკლს. ვინ შეიძლება გადაწყვიტოს ეს შედეგი? ეს მხოლოდ უცხო ქვეყნების მთავრობები არ არიან და არც ემიგრაციაში მყოფი ფიგურები, რომლებიც ლიდერობას ეძებენ. ეს არის მოსახლეობა, რომელმაც უკვე აჩვენა ქუჩებში, რომ რეალური ცვლილება სურს, როგორც კი შიში აღშფოთებას ვეღარ შეაკავებს. და რატომ? იმიტომ რომ ირანის ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ტურბანის გვირგვინით შეცვლა ირანელი ხალხისთვის უზარმაზარ პრობლემას ვერ გადაჭრის. ეხლა რაც მოითხოვება სხვა რამეა, ხალხის სუვერენიტეტი, ხმის მიცემა, თავისუფლება და 10 წლეულებია მიმდინარე დამთრგუნველი ციკლის დასრულება.